დავასხავ ახლა ზეითუნის ზეთს, ისე რომ დაიფაროს ნიორი, ხო და დავაყრე სეზამის მაცვლებს. ესე დავასხი ზეთი ჩვენ ნიორს, ისე რომ ნიორი რამდენსაც გაარჩევთ, რომ ისა რა ქვია, ზეთმა უნდა დაფაროს. ძალიან რა ვიცი, დაფარული უნდა იყოს, რომ ზეთი ადუღდეს და ნიორი კარგად დაიბრაწოს. ესე ჩემო მეგობრებო, პიტნად დაგავიწყდა, ხო? ხო, ესე ჩემო მეგობრებო, აი ასე ნიორს დავასხით ზეთი და დავაყარეთ სეზამის მაცვლები და ამოუღრეთ. აი მზად არის ახლა ეს დუხოვკაში შესადებად. დაახლოებით 180 გრადუსზე უნდა ესა რა ქვია, ფერი უნდა შეიცვალოს, ნიორმა უნდა დაიბრაწოს. ასე გამოიყურება. ხო, ასე ჩუქჩუქობს ზეთი და ნახე როგორ დაბრაწული ნიორი. აი ნახეთ. ასე უგემრიელესი იქნება გოგოებო, ტელეფონი არ დავთხოვ, ოღონდ დუხოვკაში ახლა მე. აი ესეც ასე, ახლა გამოვიღე და ისედაც ცხელი იყოს და კიდე რაფერი ბრაცება. სეზამის მაცვლებით კარგად არის ჩაბრაწული. ზეთი ჯერ კიდე ცხელია, ეს მინი ჭურჭელიც ჯერ კიდე ცხელია. კაი ეს მინი ჭურჭლები, მაგრამ მე ისეთი გძნელი გასარეცხია და ეს ისინი რა ქვია, დამწვრები ძნელად შორდება. ხო, ეს რა ქვია, გაურეცხავი გეგონება. აი, ასე ეს მეორე საჭყეტია და ასე ახლა დავაწვევი და ამგენს დავჭყლიტავ ყველას. დავამატე არაჟანი, ახლა ასე გადაურევ კარგად. ასეთი გამოვიდა, ცოტა მარილი დავამატე ახლა, ხო და ახლა დავაყრი კამას. ასეთია ჩვენი ნიურის და ზეთით გაკეთებული გემრიელი საწებელი, ასეთ გამოიყურება, ბოლოს სახე ასეთია.